მოგესალმებით ყველას ჩემო მეგობრებო ვიდეო ლესონზე. მე ვარ მიშო და დღეს ჩვენ ვაგრძელებთ Adobe Photoshop CS6-ის ტუტორიალებს, ასე ვთქვათ, შესწავლას და მეორე გაკვეთილისთვის ჩვენ გასწავლით, ასე ვთქვათ, Adobe Photoshop CS6-ის სისტემურ მოთხოვნილებებს. გათვალისწინებული გვაქვს როგორც ასე ვთქვათ, პერსონალური კომპიუტერები და ლეპტოპები, ასევე Apple-ის კომპიუტერები. პირველ რიგში დავიწყოთ პროცესორებით. ანუ მე გთავაზობთ ამ ვიდეო გაკვეთილში ყველაზე მინიმალურ მონაცემებს, რომლებზეც თავისუფლად წავა. ხოლო რაც უფრო მაღალი ამ მონაცემებზე, მით უკეთ და უფრო მარტივად იმუშავებს ეს Adobe Photoshop CS6 თქვენს კომპიუტერებზე. მინიმალურებით დავიწყოთ, ესე ვთქვათ, და გადავიდეთ პროცესორებზე. პროცესორებში, კომპიუტერებსა და ლეპტოპებში შეგიძლიათ, ასე ვთქვათ, დააყენოთ თუ თქვენ გაქვთ პროცესორი Intel Xeon, Intel Centurion ან Pentium 4. Pentium 4-ის პროცესორები, ხოლო თუ თქვენ გაქვთ Apple-ის კომპიუტერები, სასურველია რომ გქონდეთ minimum Intel-based Mac-ი, ანუ Intel-ის მიერ დაპროცესებული ბაზისური Mac-ის პროცესორი. რაც შეეხება Windows-ებს, ანუ ოპერაციულ სისტემებს, პერსონალურ კომპიუტერებსა და ლეპტოპებზე გათვალისწინებულია, რომ მინიმალური უნდა იყოს Windows Vista-დან დაწყებული და ზემოთ რა ვერსიაც გინდა, ამათ არ აქვს მნიშვნელობა, ის იქნება Windows 7, 8, 8 და 1 და 10, ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. ხოლო თუ თქვენ გაქვთ ესე იგი Apple-ის კომპიუტერი, მინიმუმ უნდა იყოს Mac OS X 10.6.6 ვერსია. რაც შეეხება hard drives, ანუ მყარ დისკზე ადგილს, ეს ორივე შემთხვევაში პერსონალურ კომპიუტერებზეც და Apple-ის კომპიუტერებზეც 1 გიგაბაიტია. ასევე ოპერატიულიც ორივე შემთხვევაში Apple-ის კომპიუტერებზეც და ჩვეულებრივ პერსონალურ კომპიუტერებზეც 1 გიგაბაიტია. ვიდეო კარტაც არანაირი განსხვავება არ აქვს, არის დაახლოებით 256 მეგაბაიტი და ჩვენი მთავარი გრაფა არის ამ შემთხვევაში მონიტორი. ანუ რა სიფართოვის მონიტორზე უნდა ვიმუშაოთ ამ უბრალოდ ამ პროგრამაზე. ყველაზე კარგი და მინიმალური ზომები არის 1024x768-ზე. მონიტორის ზომა შეგიძლიათ გამოიყენოთ LCD მონიტორი, რადგანაც ეს არის ასე ვთქვათ, ფერების კარგი შეხამება აქვს ამ მონიტორებს და რაც უფრო დიდი იქნება მონიტორი, მით უკეთესი გაფართოება იქნება თქვენს Photoshop-ს და შეგიძლიათ მეტ ფერებზე იმუშაოთ, რა თქმა უნდა, თუ ძლიერი მონიტორი იქნება, ანუ ამ შემთხვევაში ძლიერ მონიტორს გულისხმობთ იმაზე, რომ ფერების მხარდაჭერა იქნება. ხოლო თუ არა და შეგიძლიათ უბრალოდ გამოიყენოთ ჩვეულებრივი LCD მონიტორი 1024x768 გაფართოების ხარისხზე. აი სულ ეს იყო დღეისათვის ჩემო მეგობრებო, რაც თქვენთვის მინდა და მესწავლებინა. თუ რაიმე შეკითხვა გაგიშტათ, დაწერეთ კომენტარებში, არ მომწერეთ Skype-ში. მიშო 1207